ხილვა შეგვიძლია პატარა რაღაცით, მაგრამ ეხლა შენობა გავარემონტოთ. ეს თანხას რასაც დავუთმობთ და რაც ამას ავცილებლად თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას თუ რაში გავხარჯავთ. რა თქმა უნდა, თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე, თქვენს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ეს. აუცილებელი თემა ის იქნება, რომ თუ რამე სამუშაოები ჩატარდება, აუცილებლად ადგილობრივები მიიღებენ მონაწილეობას და პატარა შესაბამის თანხებსაც მიიღებენ. ეს არის და რაღაცები ამ ეტაპზე ეს არის ტურიზმი და ტურისტ სალაპარაკო დაავადს მოსული. ჩვენი პრობლემა ეს არის ძირითადად. ოჯახებიდან დაგვაქვს წყალი. არც სარეცხი, არც დასალევი წყალი ჩვენთვის არ არის. მიზეზი რა? მიზეზი მქონდა ჭა, იყო ადრე ჩვენი იმით იყო. არა, ჩვენ მქონდა ჩვენი ჭა, ჩვენ გავთხარეთ თვითონ, მერე დევნილებს გაუკეთეს, ჩასვეს და მერე ჩაინგრა ეს ჭა. ამის მერე ახლა უკვე 6 წელია საერთოდ წყლის პრობლემა ძალიან. კურორტი ფუნქციონირებდა, იქიდან მოდიოდა წყალი და მქონდა როგორც მოსახლეობას ისე კურორტს. და სარგებლობდა მას 2000 არა 99 წლამდე, 90-მდე და იქ. 1990 წლამდე. ხო, არა აქვს შეიძლება, მაგრამ არის ისეთი წყალი, რომ ესე მთელ სოფელს ეყობა, სოფელს კი არა. მე მგონი ქალაქსაც ეყობა. დავდიმა თითქმელი არ აქვს ისეთი კალი 2 მეტრო მომაქვს და მოვათრევ, როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება? თოვლიდო არ ეღოთ. ეს საგანგაშო არაფერი არ არის ამაზე. უნდა გიხეთ. ყველაფერი კარგად გვაქვს, რო გვიპასუხეთ. აი ეს შეკითხვა დამიბადა. არა, რევანშისტულად არ გეუბნები, ნამდვილად. საერთოდ არ მინახავ. არა, არ ამაზე არ არის საუბარი. ოდის გიყავთ. ვინსადი და როგორ იყო არ მოიგებს. ეს მოხმარდება ეს კარტი. სას მოხმარდება წყალსულას. გაინტერესებს წყალი თქვენს უბანს? 2000 ლარი ჩდებაო, გაკეთდება პროექტი, გაკეთდება წყალი. სხვაგან არის წყალი, საჭირო არის მოხრეშვა, გაკეთდება მაგი, იმიტომ ხარ და შეყრილი. კანალიზაცია არის, არც წყალი არის, როგორ შეიძლება ხო რამე შეიძლება რომ გაკეთდეს აქ. კანალიზაცია რო არ არის, აი ბინებით გას და კანალიზაცია არ აქვს. შეიძლება ეს კანალიზაცია არის. 9 წელი შენდებოდა და შედეგი აღარ არის და ეხლა 2 წელში ეხლა მე ვარ ფაბრიკანტი. მე ვიყიდ ჩვენ სასეკეთოს, მაგრამ მომისმენთ. ჯერ აგვეთქვენ ჩვენ არც მისალმებულ ვართ ახალკაცი. ახალი კაცია. საიში შენსავით იცის ალბათ არის. ჯერ უნდა მივესალმოთ გისურვებთ წარმატებას, მაგრამ ხალხის დობის დამსახურებას. ეს სოფელი არ არის. სოფელი კი არა, ალყოტი იყო, აყვავებული იყო. რაც ჩვენ დავანგრიეთ, 2 საუკუნე უნდა რომ აშენოს და ეს კაცი ვერაფერს არ დაგიშენებთ ჩვენ. ჩვენ თვითონ მოვიყარეთ ეს ღობეები, ჩვენ თვითონ დავშალეთ სათბურები, ჩვენ თვითონ დავტეხეთ ყველაფერი და ჩვენ მოვჭერით ის ხე, ის ტოტი, რომელზედაც ვიჩეკეთ. ახლა მეორე საკითხია. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ეს პატიებულია, პასუხი არ მოთხოვეს. ყველაფერი წაიღო, ჭედური ხელოვნებით გაკეთებული აქედან დაწყებული ხილამდე. ყუროც რა ქონდა შემოვლებული, ვინ წაიღო? არავინ არ ნახა? ყველამ ნახეთ, მაგრამ არ თვით. 4 ცალია ეკლესიას შემოვლებული, დანარჩენი გახრა. როგორ მერთმა თქვა, იქ მოიპარეთ, აქ მოიტანეთო, ტყუილია. ჩვენ ვართ თვითონ ბარბაროსები ვართ ჩვენ. აქ 1000-ობით ხალხი ჩამოდიოდა, რომელი კუთხიდან განთქმული წყლები, ბალნეოლოგიური, სამკურნალო, მიტოვებული ჯუმში მიდი. მარტო გათმობისთვის რაღებს. ცეცხლარეში არ ჭირდება, თანხა არ ჭირდება, მარტო გაყანა უნდა ერთხელ თელ ქალაქს გაათმობს. სათბურები დავშალეთ. გზა გავაბუჭეთ, ყველაფერი ჩვენ გავანგრიეთ, მაგრამ ეხლა ჩვენ ვთხოვოთ, აწ მაინც გამოცორდეს ეს ახალ ხალხს, ეს უცებ ჯიბესკელი არ მოსულა. ცარიელი მოვიდა ეს ხალხი ჯერ. ვერ დახოთ და რაც გვიზამენ. მე ბევრი ხანი არ დამჩენია, მაგრამ მომავალ თაობას ხომ უნდა სამსახური რაც 60 ერთეული იყო სოფელ ცაიში საწყის გაერთიანებით. სამუშაო ადგილი, მცირე საწარმოერქვა ამას. საქონლიდან დაწყებული, მეფუტკრეობა, მეთამბაქოეობა, მესიმინდეობა, რა არ გინდოდათ, ხო?
არ მოგწონდა, ახლაც არ მოგწონს და მიზონში არ მოგვეწონება. ვინც აიღო, ეს საწაიღო, კედელზეა მისაყედებელი ის ხალხი, ვინც ქარხნები დაშალა. რუს არ დაუშლია ის და არ თურქს, ჩვენ დავშალეთ. ვერც მუშა ვერ აიღებდა ატომიან დანადგარ. ისე მის ხელმძღვანელობამ გააყიდა ის და თურქებს ვიყიდა ჯართან. აი ეს უნდა ვთქვა ჩვენ. დადუმებულიო, ვინ დაგვიკეტა სოფელში წისქვილი 2 წელიწადია, ვინ? ვიკითხოთ კაცო, ვინ? რატომ? რა უფლება ჰქონდა? ჩემი წისქვილი 28 ოჯახის წისქვილი დაიკეტა და გუში თლად გამოყარეს გარეთ ბორბლები და თავზე გადაგვიარეს. ვისი ბრალია? თქვენი ბრალია, ხვას არ მოიღებ. ახლა მე როს თქვი, მე ვიქნები გლახაგათი. თუ საქმე გამოსწორდა, თქვენი სარგებლეთ ასე არ გამოდის. არ შუბი არ უნდა, მას არც არაფერი არ უნდა. ამას უნდა ერთმანეთში გვერდით დგომა და ხელის მოკიდება, საქმეს მოვკიდოთ ხელი. საიში წერა კითხვა არ იცოდა, ზოგჯერ ისეთი ხელმძღვანელები ყავდა, მაგრამ რო იტყო და კანონი იყო. და ხელის ბიჭაკიას რო ეძახოდნენ, იმით აშენებდნენ საიში. რა ხნას ამ კაცმა მარტო რა ბიუჯეტი მის ამას მიუხედავად იმისა, მამამისი ჩემი მეგობარი იყო, ალექსანდრე გობალიას ვარ, დილსაყვედური ვხარი მე. რა თანხა მისცა საიში 600 მეტროა სკოლამდე, ბაღიდან. ეს რუსი ტანკებმა მოთხარა, ეს ყარყარაშვილის ტანკებმა მოთხარა და ზადარჩა პირღია. ამას რო ვერ დააგებ ასვალს ის ხელმძღვანელობა მე რო დამპირდეს, ხვალ ავაყლავებ, სოფელსო ტყუილია ეგ. ამიტომ ჩვენ ვთხოვოთ ახალ თაობას პირველ რიგში ეს გზა აქამდე. ალექსანდრე გობალიამ მიძმა თუ თავისუფლად ბეტონ, კინაბეტონის გზა დაუგო. პრივეცую. მარტო მისთვის ხო არ უხდია რაცო? ხალხისთვისაა. აქაც ვიღაცა მოინდომოს. აბა ფული რო ხონდა ჯიბეში ველოსაპედს არ ყავს საკუთარ ფეხი დაიარესა. რა გააკეთა მარტო? აქ არის გაკეთებული 2 შვილი. 40